მოგესალმებით ბატონიკა, მადლობას გიხდით თქვენ დროისთვის და გადაცემაში მონაწილეობისთვის. მე ვამბობდი, რომ განსხვავებული მიზეზებით, განსხვავებული საჭიროებებით, განსხვავებული სათქმელით არის დღეს განსხვავებული ადამიანების შეკრება უნივერსიტეტთან და შემდეგ უკვე პარლამენტთან. რა არის თქვენი სათქმელი დღეს, რის გამოც ქუჩაში კიდევ ერთხელ გამოხვედით? Აკა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. პირველ რიგში დღევანდელ დღეს მოგილოცავთ და მიულოცავ უფრო იმ ადამიანებს, ვისი წყალობითაც, ვისი ბრძოლის ფასადაც დღემდე მოვედით და ვისი ბრძოლის ფასითაც ვაგრძელებთ ჩვენს არსებობას. ეს არის რუსეთის იმპერიისგან მოპოვებული დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღე, რა თქმა უნდა, სიმბოლური დღეა რუსეთის იმპერიისგან. ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ მას შემდეგ კიდევ მოხდა მისი ხელყოფა და დღესაც ყოველდღიურად ვაკვირდებით ამას და დღეს ამ აქციას ეს სიმბოლური დატვირთვა ვაქცევ კიდევ ერთხელ ამ სიმბოლური დღით კარგად გავიხსენოთ ის ფასის გადახდას ჩვენ წინაპრებს მოუწიათ, რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო გამხდარიყავით ისევ მიუხედავად ისტორიის დიდი ქარტეხილებისა სხვა ეტაპზე სხვა გამოწვევა ჰქონდა, თუმცა ბოლოს 100 წელია ეს გამოწვევა ამ გამოწვევის ექსკლუზიურ ჭყალებში მომწოდებლად რუსეთის იმპერიაა სახეცვლილი. დღევანდელი ეს რუსეთი ჩვენ ვიცით, რომ როგორ ერევა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, როგორ შევიდა და შეუძრა კანქვეშ რაღაცა ადამიანების იმ ჯგუფს, რომელიც მიიტაცა დღევანდელი სახელმწიფოს მართლობითი სადავეები და ქვეყნის პროგრესის შემაფერხებელია. ჩვენი ქვეყნა უზრუნველყვეს მათ ჩვენი ქვეყნის რეინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროში და დღევანდელი დღეც არის რიგითი დღე. ჩვენ ვიცით, რომ პროტესტი 500-ზე მეტი დღეა გრძელდება უწყვეტად. ეს არის რაღაცა უკვე ისტორიული რეკორდების ყოველდღიურად ახალი რეკორდი მყარდება მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის ნაწილში, რომელსაც აბსოლუტურად ბრუტალური ძალით უპირისპირდება ადამიანების ეს ჯგუფი, რომელიც მაგალითად ერთ უბრალო კანონს, მაგალითად იმ სახელმწიფოს 7-ჯერ შეცვალოს, რომ ახალგაზრდა სტუდენტები, ხნიერი ადამიანები ბორდილზე გადაადგილების გამო დააკავ. ბატონიკა, რა შეცვლის დღევანდელი დღე დანარჩენ უпростоრად რა შეცვლის დღევანდელი პროტესტი მასშტაბურობაზე, ხალხის სიმრავლის აუცილებლობაზე ლაპარაკობდნენ დღეს ორგანიზატორები მიზნის მიღწევაში. რატომ ფიქრობენ ეს ადამიანები, რომ ხალხის სიმრავლე დაამოკლებს გზას ხელისუფლების ცვლილებამდე? მე ვერ გეტყვით ორგანიზატორად, მე ვთვლი, რომ საქართველოს მოსახლეობაა და ქართველი ხალხია და ჩვენი წინაპრები არიან. დღევანდელი დღის ორგანიზატორი 1918 წლის შეკრებილი ადამიანები არიან. მერაბ კოსტავას დაბადების დღეა დღეს და მისი ხსოვნის დღეს ილოცავ ყველას. და შესაბამისად, ისტორიის ნებისმიერ მომენტზე ნებისმიერი დღე არის სხვადასხვა ადამიანების, თუმცა გაერთიანებულად ერი სახელმწიფოს დღე. ჩვენ ავხედავთ ჩვენს თანამოქალაქეებს, მიუხედავად მათი რასისა, სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა, ყველა აქ არის, ვინც ამ ქვეყნის ისტორიულადაც და დღესაც ცდილობს, რომ ეს დღე იყოს არა ჩვეულებრივი რიგითი დღე, არამედ ყველა დღე არის ვინცაცა უკანასკნელი. ამ ბრძოლაშიც არავინ არის. მაშინ ასე გითხავთ, რა დაამოკლებს გზას, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების ცვლილების გზას გულისხმობ 550 დღის წინ დაადგა, როდესაც პირველად პროტესტი დაიწყო. დაამოკლებს საქართველოს საზოგადოების, საქართველოს მოქალაქეების უფრო მეტი რაოდენობის გამოღვიძება, მართო დახუჭული თვალების რეალურად გახელა და ობიექტურად ამ მშვიდობიან პროტესტზე შემოერთება, რომ არანაირად არ არის საჭირო მეტი რაღაცა სასწავლების მოხდა. ეს არის მშვიდობიანი პროტესტი. მეც და ჩემი ოჯახიც და ჩემი მეგობრებიც, ვინც ამ პროტესტს ვართ შეერთებული, გამოვედით, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ისტორიული გზა გასაყარიდან მოხდა ხელოვნური ჩარევით გადახვევა. ისევ რუსული იმპერიის ხელშეწყობით და მათთან კოლაბორაციით. ჩვენ უბრალოდ მოუწოდებთ ამ ადამიანებს, რომ აღიარონ ის დანაშაული, რომელიც საქართველოს ერის, საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩაიდინეს, მისი ისტორიის და მისი მომავლის წინაშე ჩადიან.
და ბუნებრივი მშვიდობიანი გზით მოხდეს ამ დიალოგის გაგრძელება, ამ რაღაც იზოლაციონარისტული პოლიტიკის შეჩერება და ობიექტური რეალობის აღიარება, ისე რომ ეს კეთილდღეობა, რომელიც დღევანდელ კაცობრიობას შეუძლია რომ მისცეს თავის თანამოქალაქეებს და ის გლობალური გამოწვევები, რომელსაც მხოლოდ ერთობით და გონივრულად და სახელმწიფოებრივად უნდა დაუპირისპირდეთ, მაგ მიმართულებით წავიდეთ და არა ამ ძალმომრეობით და ამ რაღაცა ემპათიისგან დაცლილი რაღაც დამამცირებელი მომართვებით რაღაცა ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისგან, ვისაც ხელს აქვს ესე ძალმომრეობით ჩაგდებული ხელში ეს თემა, ისინი გარდა იმისა, რომ ფიზიკურად უსწორდებიან საქართველოს მოქალაქეებს, ისინი უნადგურებენ ყოველდღიურად ამ ქვეყანას მომავალს, უკეთებენ საქმეს რუსდამხრობელს ისევ და ისევ და აქედან გამომდინარე ამ დღეს უბრალოდ ეგ სიმბოლური დატვირთვა აქვს, რომ იქნებ მათმა შვილებმა მაინც კითხვა დასვან, რომ რატომ ემსახურებიან რუსეთის იმპერიას მათი მშობლები. კი ბატონო, მადლობა. ესა და ეს არის განსხვავება. მადლობა.